სად მიდის ეს ხალი ხო ვერ მეტყვით ქალბატონო სალომე სად მიბრძანდებით თქვენ არ უნდა დაძრათ მაკედან ფეხი თქვენ ხალხს ძალას მატებდით თქვენ ხალხს აძლევდით იმედს თქვენი გამოჩენა იმ ხალხს რომელიც აქციებზე იდგა ერთი თვის განმავლობაში აძლევდა ძალას სად მიდიხარ სახლში მიდიხარ როგორ მიდიხარ რანაირად მიდიხარ არჩევნები დროზე აღარ შემილია გავგიჟდი ჭადრაკის დაფაზე გამწოვდა თამაში მუხტი არ დააგდოთ მეგობრებო ჩვენ არ გვჭირდება ლიდერი იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვართ ლიდერები თქვენ ხართ ლიდერი თითოეული თქვენთაგანი რომელიც დგახართ და იქ იბრძვით ამასობაში დავალოდოთ საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებას და თავად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. იქ კი საცირკო საესტრადო სანახაობა რო დამთავრდება, ვნახოთ რა მოხდება იქ პარლამენტში ყავალაშვილის არჩევნები. მოკლედ საინტერესო ამბები ხდება. მოდი პატარა პოლიტიკური მიმოხილვა და ამით დავასრულებ ჩემი დილის რუტინას, იმიტომ რომ უიმედო და სავარჯიშოდ. უნდა ვივარჯიშო წელი უნდა მოვირჩინო. მე რო სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყავი, იქიდან არ გამოვიდოდი. ბარიკადებს მოვაწყობდი მთელი ამბები და სახურავებზე ვირბენდი შესაძლოა. ქალბატონი სალომე არის ფრანგი დიპლომატი. ის სხვანაირად აზროვნებს, პატივი უნდა ვცეთ მის ასაკსაც, მის დიპლომატიურ გამოცდილებასაც და ყველაფერს იმას რასაც დასავლეთი ჩვენთვის ამზადებს. მე უფრო რადიკალი ტიპი ვარ. გავქნა. ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება მეგობრებო.